ეს კედელი ნელა-ნელა ირღვეოდა. ძირითადად ეს კედელი როგორც იტყვიან, ამ ჩვენი ქუჩის სიმაგრე იყო რა, ძველი სიმაგრე იყო. საუბარია დიდუბეთ-ჩუღურეთის რაიონში ბუხაიძისა და ჩაელურის ქუჩებს შორის გამავალ ვიწრო გზაზე, სადაც ერთი გამაგრებითი კედელი დგას, რომელიც მიწისძვრის შემდეგ ჩამოინგრა და საშიშროებას უქმნის როგორც ფეხით, ისევე ავტომანქანებით მოსიარულეთაც. ჯამთარი იყო მგონი, რომ მანქანა გადაეკიდა. ხო და რომ ამოვიდა მანქანა, გადმოეკიდა მანქანა, გადმოვარდა, ეს კედელი წამოიღო, კიდევ კაირო ისიც გადარჩა და ის მანქანა მგონი აღარ ვარგა. კედელი მართლაც რომ რღვევას განიცდის, ყოველ წუთს დაშალი მოდის. როგორც მობინადრენი ამბობენ, ამ კედელს ერთი პატარა, თითქმის გამხმარი ხე იცავს, რომელიც თავად ამოვარდნის პირასაა. გასულ საუკუნეში ეს ქუჩა პოპულარული ყოფილა ზემოთ არსებული კვირაცხოვლობის ეკლესიის გამო. მაშინდელი თბილისის ელიტა ხშირად იყრიდა აქ თავს. გზაზე დაგებული ყოფილა ულამაზესი ხალიჩები. დღეს კი აქ გზად შესაკეთებელია. პრობლემები ის არის, რომ მიწისძვრის დროს ჩამოინგრა, ესა ძალიან დიდი ის მიაყენა მიწისძვრამ ზარალი და მერე გაიძარცვა. ჩვენი თხოვნა იქნება თუ ჩვენ ამაში ამოგვიდგება ეზემდგომი ორგანოები და თქვენი დახმარებით, რა თქმა უნდა, ბევრს არაფერს არ ვთხოვ. აი ამ კედლის რეკონსტრუქცია დაგვიკეთონ და კედელი აგვიშენონ. სამშაბათ დღეს ქალაქის მერი შესაბამის სამსახურებთან ერთად ქალაქის ობიექტების დასათვალიერებლად გავიდა. მარჯანიშვილის ქუჩაზე გარე საკომუნიკაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც წყალკანალ რემშენი აწარმოებს ქალაქის მერიის დაფინანსებით. როგორც კი წვიმები იწყებოდა, იტყორებოდა ქაურება, ეს გაუსაცლისი ყველასათვის და უკვე დაფინანსება დაწყებული გვაქვს, ნაწილი სამუშაოები უკვე შესრულებულია და ეს პროცესი მაქსიმუმ თვე-თვენახევარში მთლიანად დასრულდება. სამუშაოებისთვის 400,000 ლარია გამოყოფილი, მონაწილეობას იღებენ კერძო სტრუქტურებიც. 10 ნოემბერს ქალაქის მერიის ხტომათა დარბაზში სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. 10 ნოემბერი პოლიციის დღეთ არის გამოცხადებული და სწორედ ამის აღსანიშნავად ობოლ-ბავშვთა დახმარების ახალგაზრდული ფონდის ინიციატივით დარბაზში ამ დღეს ჟღერდა ქართული ხალხური სიმღერები. ითქვა ბევრი ლამაზი ლექსი და უბრალოდ იგრძნობოდა ადამიანური თანადგომა. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ბევრი ჩვენი წასული ახლობელი და ამის გამო რაღაც ემოციურად ვართ განწყობილები და აფურიაქებულები. ეს დღე ერთნაირად სასიხარულო და მწუხარებით სავსეა. შეხვედრაზე წუთიერი დუმილითა და ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას. ჩემი მეუღლე თვითონ პოლიციის მაიორი იყო. საქართველოს ერთიანობისათვის დაიღუპა. მაშინ მე შემსჩა ძალიან პატარა შვილები 3 წლის და 2 თვის 2 ვაჟი. ერთადერთი მე შემიძლია ვიამაყო, ალბათ და ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ ჩვენი სამინისტრო, ჩვენი პოლიციის სამმართველო და ყველა უწყისი აბსოლუტურად არ ვიწყებენ ჩვენ თავის თანამებრძოლებს, თავის თანამშრომლებს და აი თავის დაღუპულ ძმებს, მე ალბათ ასე ვიტყოდი. და ვამაყობ იმით, რომ მე 2 ვაჟი მყავს და მე ვიმედოვნებ, რომ ისინიც ასეთივე დიდი პატრიოტიზმით და სიყვარულით იქნებიან თავის სამშობლოს მიმართ. ობოლ-ბავშვთა დახმარების ახალგაზრდული ფონდი 1994 წელს შეიქმნა. სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოში არეულობა იყო და უამრავი ობოლი ბავშვი ქუჩაში გამოვიდა, ფონდის დირექტორს ქალბატონ ლია პაპიაშვილს პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე ფონდის შექმნის იდეა გაუჩნდა. მაშინ გამოვიდნენ უამრავი ბავშვები ქუჩებში სამათხოვროდ. თვითონ სპეციალობით მოცეკვავე ვარ, ხელოვანი ვარ და აქედან გამომდინარე, იცით, ჩემი სახლი დაუთმე აი ამ ბავშვებს, რომ ესენი მეცეკვებინა, მემღერებინა.
ოღონდ ესენი ქუჩაში არ მენახა და არ შეერცხვინათ ღირსეული თავიანთი მამის და გვარის შვილობები. ფინანსურად თითქმის ძალიან გვიჭერს ჩვენ, ძალიან გვიჭერს. შემიძლია დღეს თქვა რომ თითქმის დღეს ჩვენს ორგანიზაციას მიუხედავად იმისა, ამ ხელა ორგანიზებულობა შეგვიძლია და ამ ხელა ღონისძიებებს ვაკეთებთ. ფაქტიურად მაინც ოფისი არ აქვს თავისი საკუთარი ოფისი და ისევ დღესდღეობით ჩემი სახლია ამათთვის ღია და აი ამდენად მასპინძლობ ყველას და ყველას ასე გულში ვიხუტებთ და ასე ვეხუტებით ერთმანეთს. ეს ოჯახური ტკივილია, რომელიც დარბაზში მყოფთა ტრაგედია და ამავე დროს სიამაყეც არის. მადლობის სიტყვები ითქვა ქალაქის მერიის, საქართველოს რკინიგზის მიმართ, რომლებმაც მხარდაჭერა გამოხატეს ფონდის მიმართ. შეხვედრაზე გადაიცა სიმბოლური საჩუქრებიც. მხარდაჭერა არიან სხვადასხვა დღეს აგერ ქალაქის მერიამ უზარმაზარი მხარდაჭერა გაგვიწია, ეს უკვე მეორე წელია ტრადიციად აქცია ბატონომ აი ამ ოჯახებთან შეხვედრა. დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ ვანოს აი ამ მხარდაჭერისთვის. სულ მალე დედაქალაქის მთავრობაში რეორგანიზაციაა მოსალოდნელი. შეიძლება რამდენიმე საქალაქო სამსახური გაერთიანდეს ერთ სტრუქტურაში. ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე დედაქალაქის მერმა ის საქალაქო სამსახურები დაასახელა, რომელთა ერთ სტრუქტურაში გაერთიანება უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს. დავსვათ ჩვენ საკითხს განათლების სამინისტროს წინაშე, ასევე რა თქმა უნდა მთავრობის და პარლამენტის წინაშე, რომ ის ოლქი, რომელიც თავის დროზე რამდენიმე წლის წინათ პარლამენტის მიერ იქნა მიღებული და დაფუძნდა იცი თქვენ კახეთისა და თბილისის ერთიანი ოლქი ამის გაუქმების თაობაზე და გაუქმდება თუ არ გაუქმდება ჩვენ განათლების სამსახურს და განათლების სამეურნეო სამსახურს გავერთიანებთ და იქნება ერთი ხელმძღვანელი და ერთი სტრუქტურა. გაერთიანდება პარლამენტთან და საკრებულოსთან ურთიერთობის სამსახურებით, ასევე ენერგეტიკისა და საქალაქო სამსახურები. იგივე ეხება Уგზს და საბინაოს, ეს ორი სამსახური გაერთიანდება და ერთი ძლიერი დამკვეთი სამსახური შეიქმნება. რაც შეეხება კადასტრს და ტეხბიუროს, ეს ორივე სამსახური გაერთიანდება. ჩვენ მთავრობის წინაშე და პარლამენტის წინაშე თუ საჭირო იქნება შევარწიანდებით, რომ კადასტრი დაექვემდებაროს ქალაქს. ერთ მოდელში მოიაზრება არქიტექტურის სამსახური და არქიტექტურის ინსპექციაც. უახლოეს მომავალში ეს ორი სამსახურიც ერთ სტრუქტურაში გაერთიანდება. დედაქალაქის მერი ნაადრევად მიიჩნევს იმ კანდიდატურების დასახელებას, რომლებიც ახლად შექმნილი სამსახურების ხელმძღვანელები უნდა გახდნენ. ჩვენი გადაცემა უკვე მეორე დაშუქებს მესხის ყოფილი პრავდის ქუჩის პრობლემას, სადაც ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის გვერდით ნაგვის ბუნკერები დგას. ღამე როდესაც სინათლე არ არის და ნაწვიმარია, ძალიან ძნელია გავლა ამ ქუჩაზე და მეორეც ერთი ეკლესიასთან არის ნაგავი. ეს არაჰიგიენურია და ძალიან ცუდ საბეჭდილებას ტოვებს ყველა გამლელისათვის და უცხოელებისთვისაც, რომლებიც ძალიან ხშირად დადიან ამ ეკლესიაში. გარდა ესთეტიური მხარისა, აგზნეობაც აღსანიშნავია, რადგან ეკლესიის გარდა აქვე ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭების პატივსაცემად მემორიალური ქვაც კიდევს. გასაფხულში ძალიან წუხდებით. მთელი ნაგავი, ბუზები, მოკლედ თაგვები, ყველა ანტისანიტარია ნამდვილად. აქვეა სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაც, მძღოლებიც გამოთქვამენ თავის უკმაყოფილებას. შევგვაძურებს, ამასათვისაც არ გევლიოთ და გადავაგავარდა. ერთხელ წაიღეს ეს ბუნკერები აქედან გადაიტანეს, მაგრამ მეორედ მოიტანეს და ისევე აქ დაგვილაგეს. საერთოდ არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. მაჟორიტარი დეპუტატიდან დაწყებული გამგებლის ჩათვლით. აბსოლუტურად ამ მკვდარი ზონა ვართ. ჩვენს ტერიტორიაზე არავინ არ მოდის, არ კითხულობს, გვიჭირს, გვილხინს და ელემენტარული რაც მათი პრობლემებია, იმასაც კი არ ინხილავენ და მოგვაქცევენ სათონადო ყურადღება. მოსახლეობის გულისწყრომა სავსებით გასაგებია. ეს ვიწრო ქუჩა თავად მოსავლელი და გასაკეთებელია, მასზე დაყრილი ნაგვის პატარ-პატარა ტომრები კი მეტად ალამაზებს მას. ეს ტომრები წვიმის დროს სანიაღვრეში ხვდებიან ერთმანეთს და წყლის დინებას აჩერებენ. ზუსტად ერთი კვირის წინ 9 ნოემბერს ელიას მთაზე სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯევანქის პანთეონი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სომხეთის დელეგაცია, ერევნისა და თბილისის ხელმძღვანელობა და ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ. ხოჯევანქს 350 წლის ისტორია აქვს. იგი ქართველი მეფის როსტომის მდივანმა აშხაბეკ ბებუთიანმა ხოჯამ დააფუძნა. მისი აშენებულია ვანქის მონასტერიც.
პანთეონის მემორიალურ კედელზე ქართველ და სომეხ ხალხთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გამომხატველი ციტატებია ამოტვიფრული, რომელიც ქართველ და სომეხ მწერლებს ეკუთვნით. დაახლოებით 4 წლის წინ აქ ვანდალური ფაქტი მოხდა. სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი დაარბიეს. 2 წლის წინ ჩვენც წამოვედით აქ, ვნახეთ, რომ დარბეული იყო ხოჯევანის პანთეონი, მერე მე მქონდა საუბარი ქალაქის მერთან, ერევნის მერე ყავს ხედულობაში და ერთობლივი ძალისხმევით ქალაქის მერიამ საკრებულო გარკვეული თანხები გაიღო. იქიდანაც ერევნიდანაც გარკვეული თანხები იქნა გაღებული და აი ჩვენ დღეს უკვე საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი მთლიანად აღვადგინეთ, მეულოცავ ქართულ ხალხს, სომეხ ხალხს. ეს კიდევ ერთხელ დამაკავშირებია ჩვენი ძმობის, ჩვენი თანადგომის, ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობის და ეს მეგობრობა, ეს ძმობა ყოველთვის გაგრძელდება საუკუნეების მანძილზე. ძალიან მცირე დროში აღდგენილი იქნა პანთეონის მიმდებარე ტერიტორია, 33 საფლავის ქვა. პანთეონის შუაგულში სომხური ტრადიციისამებრ ქვიშაში გამოკვეთილი ჯვარი, ხაჩქარი დგას. ის ერევნის მერიამ специалურად пантеонистვის შეუკვეთა. Сыновья любовью от насилия. Грузинский народ к восстановлению нашего пантеона, армянских великих людей. И хочу сказать очень теплые слова благодарности в адрес особенно мэра города Тбилиси Батона Зоделава, который что обещал, то и сделал. И всему грузинскому народу. По-моему, это есть то хорошее проявление дружбы, о котором мы всегда говорим. Это уже факт. Надо так продолжать. Сегодня праздник, настроение переподнятое. Да здравствует дружба грузинских и армянских народов. ჩვენი გადამღები ჯგუფი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე იმყოფება. აქ ჩვენ სტუდიაში შემოსულმა ერთი ქალბატონის სატელეფონო ზარმა მოგვიყვანა. ვან მინაობა არ გაამხილა. ამბავი, რომელიც ამ ქალბატონმა გვიამბო, ახალი არავისთვის არ არის. ეს პრობლემა არც ამ საუკუნეს მოუტანია. სასაფლაოების ვანდალური ძარცვა. ეს გახლავთ თემა, რამაც ჩვენ აქ მოგვიყვანა. საბურთალოს პანთეონი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გაიხსნა. ქალბატონი თინა 15 წელია რაც ამ სასაფლაოებს უვლის. როდესაც მან მუშაობა დაიწყო, აქ მხოლოდ 7 საფლავი იყო. სამწუხაროდ ქალბატონმა თინამ კამერის წინ საუბარზე უარი გვითხრა, თუმცა ისე ბევრი რამ გვიამბო. აფხაზეთის ომის დროს გაზრდილა თურმე ეს სასაფლაო. დღეში 5-6 მეომარს გწავლავდნენ. მერე და მერე მან საძმო სასაფლაოს სახელი შეიძინა. ჭირისუფლებმა შემოწირულობებით ტერიტორიაზე ეკლესიაც ააგეს. თავიდან აქ არც ერთი ხე არ იდგა. ქალბატონმა თინამ და მისმა კოლეგებმა საკუთარი ხელებით დარგეს და მოამრავლეს უამრავი ხე და ბუჩქი. რამდენიმე წლის წინ ქალბატონ თინას, როგორც თვითონ ამბობს, ერთი მუჭა მძინარასა და შვიდფერას ყვავილების ძირები უშოვია. დღეს ის თითქმის ყველა საფლავზეა დარგული. როდესაც ჭირისუფალი რომელიმე ლამაზ ყვავილს მოიტანს დასარგველად, ქალბატონი თინა შეწუხებული ეუბნება. რა მოგატანინათ ეს ძვირფასი მცენარე? მოიპარავენ და გული უნდა დაგწყდეთო. საფლავების დარბევა და ძარცვა ამ 1000 წლეულს არ მოუტანია. ადვილად გამდიდრების მსურველები საუკუნეების მანძილზე ძარცვავდნენ დიდგვაროვანთა საფლავებს, სადაც ოქრო და ძვირფასი ნივთები ეგულებოდათ. ამ მეომრებს კი მიწაში სამშობლო სიყვარულის მეტი არაფერი წაუღიათ. როდესაც ოდნავ შებინდდება სასაფლაოების ქურდბაცაცები ქოთნებსა და ყვავილებს იპარავენ. სამწუხაროდ ამ ვანდალიზმს ძირითადად ქალები ჩადიან. ერთხელ ქალბატონ თინას ვიღაც ქალი შეუმჩნევია, რომელმაც საფლავიდან ლარნაკი მოიპარა. დაიჭირეს თურმე ეს ქალი და დააბრუნებინეს მოპარული ნივთი. ქურდ საფლავზე დაუფიცია, მეც აღარ ვიზამო. მესამე დღეს ეს ქალი ისევ უნახავთ სასაფლაოზე. ერთხელ ქალბატონი თინა 2 ქალის ჯგუფს შეესწრო. ამ საფლავზე მე უფრო ადრე მოვედი და ეს ყვავილები მე უნდა წავიღო. სასაფლაოს ქურდბაცაცებისთვის ყველაზე კარგი დრო ვარდის ყვავილობაა. დაკრეფილი ყვავილებისგან ისინი თაიგულებს აკეთებენ და შემდეგ ვინ იცის ვინ რისთვის ყიდულობს. ტერიტორიას ღამით არც არავინ იცავს. როგორც ქალბატონი თინა ამბობს, თითო საფლავთან თითო პოლიციელი ხომარ დადგება ყარაულადო. ტერიტორია კი ძალიან დიდია. კვირას პოლიციის დღეს აქ ბევრი ყვავილი მოიტანეს. მეორე დღეს კი საფლავები უკვე ცარიელი იყო. ობოლდებს შეგროვებული ფულით მამის წლისთავზე სასაფლაოზე ძვირადღირებული ყვავილი დაურკავთ. მეორე დღეს ის ქურდებს ძირიანად ამოუთხრიათ. ნეტა გენახათ როგორ ტიროდნენ დების საფლავზეო, იხსენებს ქალბატონი თინა. ქურდობა კანონით ისჯება. ალბათ კანონებიც თავის დროზე იმიტომ მოიგონეს, რომ საზოგადოებაში ზნეობის დეფიციტი გაჩნდა. ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე დედაქალაქის მერის გამოსვლიდან რამდენიმე მნიშვნელოვან თემას გამოვყავთ. პირველი ეს გახლავთ პენსიები და პედაგოგების ხელფასები. ჩვენ დავიწყეთ პედაგოგების ხელფასების გაცემა ოქტომბრისთვის და ამ კვირაში მორჩებით
პენსიები ოქტომბერში ფაქტურად გაცემულია და ჩვენ გონია რომ ამ პრობლემა არ გვექნება. მეორე თემა გახლავთ დედაქალაქის ელექტროენერგიით მომარაგება. ენერგეტიკასთან დაკავშირებით არადამოუკიდებელი მდგომარეობაა ქალაქის მასშტაბით გამოერთო ენგური, ასევე ჟინვალზე პრობლემები გვაქვს ჩვენ, მეცხრებლობთან დაკავშირებით პრობლემებია, არის გადავრალება ბუნებრივი აირი, ვინ უნდა შემოიტანოს, რა თანხები ამისათვის საჭირო და ასე შემდგომ და დღეს ფაქტის წინაშე ვართ, აბრალებენ ერთმანეთს სიხშირეების ვარდნას და ესე თუ გაგრძელდება, ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენ მოვთხოვთ ყველა პირველ პირს პასუხს, ვინც იხდის ელექტროენერგიის საფასურს, კეთილინებოს AES-მა, ასევე ენერგეტიკის სამინისტრომ ბუნებრივი აირი შემოიტანონ და მოსახლეობას ელექტროენერგია მიაწოდონ. და ბოლოს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ბინებით დაკმაყოფილება და დენით უზრუნველყოფა. ამ თვეში 400.000 ლარი უნდა მივცეთ ჩვენ დაზარალებულებს და ეს ბინები რაც შესაძენია, ყველა ბინა უნდა შევიძინოთ. დღის ბოლომდე ჯიქიას ქუჩა იქნება, ნევროლოგია იქნება თუ სამღერეთი იქნება, ელექტროენერგია მიიღოს ამ მოსახლეობამ. მოსახლეობას არაფერი არ დაუშევებია. კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე ეს სახლი უკვე 10 წელია შენდება და სამწუხაროდ დღესაც დაუმთავრებელია. ქალაქის მერი დაგვპირდა, რომ 26 მაისისთვის ეს საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში. 16 სართულიანი სახლი უნდა აშენებული იყო, მაგრამ რადგანაც უკვე სიმტკიცე ისე არ არის როგორც საჭიროა, ჩვენ მოსახლეობასთან შევჯერდით და 10 სართულს დავტოვებთ, სეისმურად რა თქმა უნდა მიღებული იქნება, ყოველმხრივ გამართულია და 26 მაისს აი ამ საცხოვრებელ სახლს ექსპლუატაციაში გადავცემთ, ეს მთლიანად ქალაქის მერიის დაფინანსებით მიმდინარეობს და ის 6 სართული, სადაც მოსახლეობა იყო ასევე თავისუფლად გაწევრიანებული, აი აქვე ჩემსგან ხელმარცხნივ უკვე დაიწყება დაფინანსება, მშენებლობა და ვფიქრობთ, რომ ამ საცხოვრებელ სახლსაც ერთ წელიწადში უკვე დავასრულებთ. მე მგონია რომ აი ლეხანოს აი ამ უდიდეს პრობლემას გადავუწყვეტავთ. ქალაქის მერის თქმით 2003 წლის ბიუჯეტში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება. მე მოქანდაკე ვარ და მოქალაქეც. ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ადამიანმა, რომლის ნამუშევრებიც გამოფენილია ცისფერ გალერეაში. ეს ბატონი ვაჟა მელიქიშვილია, პიროვნება, რომელსაც საოცრად აწუხებს საქართველოს ბედიყვალი, რომლითაც არის გაჟღენთილი ყოველი მისი ქანდაკება. მეფე აიეტი, საქართველოს პრეისტორიის რენესანსი, ეთნიკური რენესანსი, თამარ მეფე, საქართველოს შუა საუკუნეების რენესანსი და იაკობ გოგებაშვილი, როგორც აწყო დამამავალი, აქაც სწორედ აი სადგივარმა, რომელიც დაახლოებით 12 წელიწადი არის, რაც ჩვენს ქვეყანაში კი არა მარტო, არამედ მთელ მსოფლიოში ერთად მიმდინარეობს, ჩემი მასაზრებებით მათქვევინა ამ გამოფენაზე. მისი ნამუშევრები საქართველოს სხვადასხვა ადგილას არის გაბნეული, განყენებული, ხშირად უტრირებული. ინდივიდუალური ფიგურები ყოველთვის დიდ დატვირთვას ატარებენ თავის თავში. ბატონმა ვაჟამ გვითხრა, თუ არა მოქანდაკე და ხელოვანი, მე ისევ მოქანდაკე და ხელოვანი ვიქნებოდიო. მასალას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ისე გამოდის, რომ ბოლოს მუშაობას თუ მეკითხები რა მასალაში მიყვარს, თაბაშირში უფრო მუშაობ, იმიტომ რომ ეს პირობებისაგან გამომდინარეა, თორე ისე რასაკვირველია მოქანდაკისთვის მასალა ქვაც არის, მარმარილოც არის და კიდევ სხვადასხვა ბრინჯაო და კიდევ სხვადასხვა რაღაცები. ბატონ ვაჟას ბებია ჰყავდა ნორიოდან, რომელმაც ერთი ეპიური თქმულება მოუთხრა ბავშვობაში. დედამიწაზე იყო ჭეშმარიტების ქალღმერთი ია, რომლის დროსაც ბედნიერება და ხვავიანობა იყო სამყაროში. მაგრამ მოვარდა ქვესკნელი და ია მოიტაცა. მარტო ხმა დარჩა მისი დედამიწაზე და ვინც კი მის საძებნელად გაუდგებოდა, ესკმა იმას ჩაესმოდა. რადგან მე მეძებ, მე შენში ვარო, ჩურჩულებდა ია. მე ამიტომ გამოსახე მსოფლიო წონასწორობა. წონასწორობა, აი წონასწორობის ბირთვია ჩამოკიდებული, ხელში უჭირავს და მეორე ხელში აქვს ემბლემა, რომელზეც გამოსახულია ამება, ხე, ცხოველი, ადამიანი და ფრინველი. ხო. ემბლემატურია ესა. ესე იგი ცოცხალი სამყარო
და ცოცხალი სამყარო და კოსმიური სამყაროს წონასწორობა. იმისი ნათქვაც არის ჩემგან, რომ სამართლის თარგმნეთი რომ არის თვალებახვეული და სასწორით ხელში ის შეცვალოს ან ჭეშმარიტების ქალღმერთმა იან წონასწორობის ქალღმერთის მიმდევრები გავხდეთ და ზნეობისა და ზნეობრივი სოციალური სამყაროს შექმნის მომხრეები გავხდეთ და ნაკლებად ვფიქროთ დანაშაულზე და ნაკლებად ვფიქროთ დანაშაულის კალამებზე.